ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე რიონში ქალაქის ცენტრალური ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი მოაჯირზე იყო ასული. ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. გამლელები უმალ ჩავიდნენ წყალში, მაგრამ ვერ მიაგნეს. მოვდიოდი მეორე მხარის ტრასის მეორე მხარიდან დავინახე 4 ბიჭები, 3 გვერდში მოყვებოდა და ერთი ზემოთ ასეთ ბილიკზე ფეხით მიდიოდა. ისინი იცინოდნენ, ესენი და ამ ზევით რომ მიდიოდა, იმას ფეხი ასე გადაუვარდა და გადავარდა წყალში. მეორე 3 ბიჭები რო დარჩნენ, ეუნებოდნენ ერთმანეთს სასწრაფოდ, გაიხადე, გადახდი, შეეშინდა ნაგენ და 3-ვე გაიქცნენ იქით მიმართულებით. მეტი არაფერი არ ვიცი, მე რომ მოვედი არა აგერ იყო აი სათხე მესამე იგი როდგან აგერ ლამპიონი იმ ადგილას იყო ზუსტად. არა, მე უცებ გადმოვედი ტრასა გადმოვჭერდი და ბიჭი აღარ ჩანდა. მე იქიდან ვიღაცამ გაიხადა ტანსაცმელი გავიდა, მაგრამ ვერ ნახა ვერაფერი. მანამდე ის ნიშნოსნები რო არიან, ისინიც მოვიდნენ, მაგრამ არაფერი ვერ ნახე. მოაჯირზე გადადიოდა ბავშვი, 3 იყვნენ და ერთი ჩავარდნილა. და ალბათ სულ არ ვიცი გაიქცნენ. ალბათ და მერე ამ 3-ვე ერთად გადადიოდა ამ მოაჯირზე? არა, ერთი გადადიოდა მგონი ხო და რომ ჩავარდა, უცებ ვერ იპოვეს ალბათ არ ვიცი. და ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. რამდენი წლისაა ხო არ იცი? 16 წლის არის. და ეს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს.